ახლა კი გავიგოთ რა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე ჩემი კოლეგა ნინი ბალანჩივაძე მუშაობს. ნინი, გისმენთ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით. ახლა ჩვენ კერძოდ და კონკრეტულად უკანა შესასვლელთან, სადაც დაგეგმილი არის საპროტესტო აქცია. დღეს აქ მოვლენ სამოქალაქო აქტივისტები და ის მოქალაქეები, რომლებიც თითქმის 1 წლის განმავლობაში დგანან ქუჩაში და აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯებს და მათ აქვთ მთავარი მოთხოვნები, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და მე ახლა ჩემს ოპერატორს ვთხოვ გვანახოს თუ რა ვითარება არის პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე. აქ სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა არის მობილიზებული. თითქმის მთლიანად პარლამენტის გარშემო დგანან საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, დაკავებების მანქანები და მოკლედ მობილიზებული არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ისინი ემზადებიან იმ აქციისთვის, რომელიც ზუსტად 12 საათზე დაიწყება, ვინაიდან დღეს პარლამენტის შენობაში მოდის ირაკლი კობახიძე, ოცნების პრემიერ-მინისტრი. ინტერპელაციის წესით ის ისაუბრებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, როგორც არის არაბული ინვესტიცია, როგორც არის ის განათლების რეფორმები, რასაც სთავაზობს საზოგადოებას ქართული ოცნება. მოკლედ ასეთი ვითარება არის ადგილზე. ძალიან ბევრი სამართალდამცველი არის მობილიზებული. ჩვენ ცოტა ხნის წინ მათ შორის ვესაუბრეთ გოგა მემანიშვილს. ვკითხეთ, რას ემსახურება ის მობილიზება, რომელიც უჩვეულო არის, ვინაიდან ჩვეულებრივ დღეს ამდენი პოლიციელი და ამდენი დაკავების მანქანა აქ ადგილზე არ არის ხოლმე. ეს არის უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, უკანა შესასვლელი უშუალოდ და მაყურებელი უყურებს კადრში, რომ ძალიან ბევრი სამართალდამცველი არის მობილიზებული. როგორც ჩანს, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ემზადება, რომ დაიცვას ირაკლი კობახიძე და თავისუფლად და ხმაურის გარეშე შეუშვას საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა მოქალაქეები აქ უკვე რამდენიმე წუთში დაიწყებენ შეკრებას და ზუსტად 12 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია და ისინი მიმართავენ ირაკლი კობახიძეს იმ მთავარი მოთხოვნებით, რომლებიც აქვთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ გაიგოს ქართულმა ოცნებამ მათი ეს მოთხოვნები. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის კომენტარი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ჩვენთან გოგა მემანიშვილმა. ვარას უკავშირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოლიციელი დგას, უჩვეულოდ ბევრი. საერთოდ არ არის გასაგვირია თქვენ რასაც მეკითხებით. აქ ყოველ დღის განმავლობაში იგივეა. გუშინაც აქ ვიყავით, გუშინწინაც და ამდენი პოლიციელი ადგილზე არ ვიცი, ეთყობა ვერ ხედავთ თორე. ყოველთვის არ, მაგრამ დღეს დაანონსებულია აქცია და შეიძლება ცოტა მეტი არის კი. კობახიძის უსაფრთხოებას იცავთ? ჩვენ დღეებთან შედარებით. რა შუაში კობახის უსაფრთხოება, საპროტესტო აქცია და საპროტესტო აქცია როდესაც იმართება ქალაქში ყოველთვის ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. და მოქალაქეების უსაფრთხოება დღევანდელი. რამდენს ხედავთ, აუ მითხარით მოდი. მოდი დავითვალოთ. ჩვენზეც არის ახლა ეს. და რამდენს არა, მაშინ რაოდენობა მითხარით, ბევრს ასე ძახით თქვენ. ბევრი მანქანა. ის რაოდენობა რაც არა, შეხედეთ ის რაოდენობა არის, რაც სჭირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას დღეს. როგორც გითხარით, დაანონსებული აქციიდან გამომდინარე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით პარლამენტის უკან შესასვლელთან. ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან და ისინი მიმართავენ ირაკლი კობახიძეს, რომელიც დღეს მოდის საკანონმდებლო ორგანოში. ჭიჭინაძის ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩაზე ყველგან მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები, თუმცა ისინი ამბობენ, რომ წესრიგი უნდა იყოს დაცული, ემზადებიან იმ აქციისთვის, რომელიც უნდა გაიმართოს 12 საათზე და როგორც ჩანს, ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ირაკლი კობახიძე თავისუფლად შევიდეს პარლამენტის შენობაში, თუმცა აქციის მონაწილეები მას მაინც გააგონებენ ხმას და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ მათ მთავარ მოთხოვნებს, რომ უნდა ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.